რას ნიშნავს სომხეთის მთავრობის გამარჯვება საგარეო ვექტორის კუთხით? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ძალიან მძიმე რეაქციები მოყვა უკანასკნელი მოვლენების ფონზე სომხეთის საკითხს რუსეთის მხრიდან, რუსეთმა გარკვეული ემბარგო გამოუცხადა სომხეთის სახელმწიფოს კონკრეტულ პროდუქტებზე, მაგალითად ალკოჰოლურ სასმელებზე, მინერალურ წყლებზე, ყვავილებზე, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტების შეტანა აკრძალა რუსეთმა, ცხადია რაც გამოგონილი იმებით, მიზეზებით, ჩვენთვის არ არის სიახლე, ჩვენ ეს გზა ჯერ კიდევ 2000-იანებში გავიარეთ, როდესაც სააკაშვილის მმართველობის დროს რუსეთმა გარკვეული ანალოგიური სახის გადაწყვეტილებები მიიღო. და ასევე დაემუქრა, რომ თუ სომხეთი გააგრძელებს ასე ვთქვათ, ევროკავშირისკენ სვლას, რუსეთი მაშინ გადახედავს სომხეთის სტატუსს საკუთარ ორგანიზაციებში, ჩვენ ვიცით, რომ სომხეთი არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ODKB-ს წევრი, ODKB-ს არის, ვინც არიცით, ნატოს ანალოგი, ოღონდ რუსეთის პატრონაჟით, ODKB-ს წევრები არიან რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. და ამ სახელმწიფოებს ევალებათ ერთმანეთის დაცვა ერთ რომელიმე სახელმწიფოზე აგრესიის შემთხვევაში. ანუ რაღაცა ნატოს რუსული ვარიანტია. და არსებობს ასევე ეკონომიკური ასეთი გაერთიანება, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რაც ალბათ ევროკავშირის გარკვეული რუსული ანალოგია, რომლის ასევე წევრია სომხეთი. და სომხეთი ძალიან დიდ პრივილეგიებს ცხადია იღებს იქ მონაწილეობით, კერძოდ მას თუ არ ვცდები 4-ჯერ უფრო იაფად მიეწოდება გაზი, ვიდრე საბაზრო ღირებულებაზეა და ძალიან ბევრი ეკონომიკური პრეფერენციები აქვს და რომს გადავხედოთ ახლა სომხეთის სავაჭრო ბრუნვას იმპორტის და ექსპორტის მაჩვენებლებს, ძალიან მიბმულია რუსეთზე. ძალიან დიდი ეკონომიკური ბერკეტები გააჩნია რუსეთს, ობიექტურად გააჩნია სომხეთზე ზემოქმედების და დიდი ალბათობით, ჩემი აზრით, რუსეთი ამას გამოიყენებს ამ ბერკეტებს, რათა თაშინანის მთავრობას შეუქმნას სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და ამით მისი ელექტორალური დაზიანება მოახდინოს უკვე შემდეგი არჩევნებისთვის. რაც შეეხება სომხეთის ფაქტორი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საკმაოდ სტრატეგიულ მდებარეობას იკავებს სომხეთი. სომხეთი შეიძლება ითქვას პრაქტიკულად არის პატარა ბარიერი დიდ თურქულ სამყაროსა და აქეთ ცენტრალურ აზიას შორის, ლოჯისტიკური თვალსაზრისით საკმაოდ გეოგრაფიულად ასევე მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მდებარეობს და რუსეთისთვის გეოპოლიტიკური კუთხით სომხეთზე გავლენის მოხდენა ნიშნავს ასევე რეგიონზე გარკვეული ძალის პროექცირების ფაქტს. და შემთხვევით არ დგას იქ რუსული ბაზა გიუმრში და სხვათა შორის სომხეთ-რუსეთის შეთანხმების თანახმად სომხეთ-თურქეთის საზღვარს რუსეთის ჯარები იცავენ. ცხადია რუსეთისთვის აი ამ გარკვეული გავლენების დაკარგვა ძალიან მტკივნეულია. მე ვიტყოდი, რომ ალბათ უფრო სიმბოლურიც არის, ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში რუსეთი იმყოფებოდა სომხეთში და ეხლა ისტორიულადაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვნის რუსეთს თანამედროვე სომხეთის ჩამოყალიბებაში და შექმნაში და ასევე სომხურ საზოგადოებაშიც არც ძალიან დიდია ეს პრორუსულად განწყობილი სეგმენტი და რუსეთში ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს, სომეხი ეროვნების რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებსაც ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვთ გარკვეულ პროცესებზე. საკმაოდ სერიოზული ლობი ყავს სომხეთს რუსეთის ფედერაციაში. და ცხადია რუსეთის ასეთი ნეგატიური დამოკიდებულებაც ამ გეოპოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდება. ასევე გარკვეული ინტერესები აქვს, ცხადია, დასავლეთსაც. პირველ რიგში ცხადია რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, მაგალითად ევროკავშირის ინტერესი რა არის ამ შემთხვევაში? პირველი რომ ცხადია რუსეთს ნაკლები გავლენები კონდეს რაღაც მეზობელზე და თვითონ კონდეს მეტი გავლენა, ეგ არ ნიშნავს რომ ხვალ შენ ევროკავშირის წევრი გახდები, მაგრამ თვითონ ის ფაქტი რომ
რუსეთს ნაკლები გავლენა ექნება და მაგათ ევროკავშირს მეტი გავლენა ექნება, ეს უკვე გარკვეული ბენეფიტია გეოპოლიტიკური კუთხით. ამერიკასაც თავისი ინტერესები აქვს ამ შემთხვევაში და რაღაც საკითხებში ის ევროკავშირის ინტერესებს ემთხვევა, თუმცა გარკვეული აქ კორექტირებებიც არსებობს. ამერიკას სომხეთი უფრო ირანის ჭრილში აინტერესებს, მით უმეტეს დღევანდელი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ირანი იცით რომ ისეთი საკმაოდ მტკივნეული საკითხია ამერიკისთვის, მით უმეტეს უკანასკნელი ამ ომების, წარუმატებელი ოპერაციის გამო ცხადია ტრამპის და ამერიკის ინტერესი ირანისადმი არსად არ შეცვლილა. ამიტომ მათთვის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია რომ ირანის გარშემო ტერიტორიებზეც მათ წვდომა ჰქონდეთ და ამ ზანგეზურის დერეფნის საკითხშიც, როდესაც ამერიკული კერძო კომპანია შევიდა როგორც ასე ვთქვათ მენეჯმენტის გამწევი ამ ადმინისტრირების გამწევი ამ ლოჯისტიკური გზის, ცხადია ეს უკვე გარკვეულ გავლენას ნიშნავს შეერთებული შტატების. ასევე ცხადია ინტერესები აქვს თურქეთს და აზერბაიჯანს, რომელსაც ვერ გაიქცევა, იმიტომ რომ უშუალოდ მეზობლები არიან და ამ თვალსაზრისით ცხადია ფაშინიანის мотивация საკმაოდ გასაგებია და ლოგიკურია, ანუ ძალიან ძლიერი გავლენიანი მსხვილი მოთამაშეები არიან როგორც აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი და ცხადია სომხეთს არ შეუძლია თვალის არ გასწორება ან ანგარიშის არ გაწევა აი ამ ფაქტისთვის. ეს ვიღაცას მოსწონს, არ მოსწონს, არსად არ გაქრება არც აზერბაიჯანი, არც თურქეთი, არსად არ გაქრება მათი სამხედრო პოტენციალი და ამიტომ ცხადია სომხეთს უწევს ამ ყველაფრის გათვალისწინება. აზერბაიჯანის და თურქეთის ინტერესები ყარაბაღის ომის შემდეგ შეიცვალა, მათ უკვე ვინაიდან ის ერთი ეტაპი გავლილია უკვე და ანუ მისი შემოbrunების პოტენციალი პრაქტიკულად არ არსებობს, ანუ სურო პრორუსული ძალები მოვიდეს სომხეთში, მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ ხა რუსეთი რაღაც რობერტ კოჩარიანის ან სამվել კარაპეტიანის გამო ხა დაუპირისპირდება აზერბაიჯანს და თურქეთს. შეიძლება ნაკლებად დააჩაგვრინოს და უფრო მეტი წვლილი შეიტანოს დღევანდელი სომხეთის ასე ვთქვათ დაცვაში, მაგრამ ყარაბაღის საკითხის დაბრუნების პოტენციალი ამ ისტორიულ მონაკვეთში ჩემი გადმოსახედიდან არ არსებობს. შესაბამისად გეგმები შეიცვალა, ახალი რეალობა და ამ ახალი რეალობის ფარგლებში სომხეთი არის, მოწყვლადი სუსტი მოთამაშე და აზერბაიჯანი და თურქეთი ცდილობენ რომ მაქსიმალური ბენეფიტები მიიღონ აი ამ მოცემულობებიდან, სანამ ჯერ კიდევ სომხეთი არ არის მყარად, არ ყავს რეალური მოდი ასე ვთქვათ, მყარი დამცველი, მაქსიმალურად თავისი პოზიციები გაიმყარონ რეგიონში. მათი ინტერესი არის ძალიან მარტივი. მოდით რუკაზეც შევხედოთ რაშია საქმე, აი ხარ თქვენ ხედავთ ჩვენს რეგიონს, სომხეთს, რომელიც ყველაზე პატარა რესპუბლიკაა ჩვენს სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანს აქვს, თქვენ იცით, თავისი ავტონომიური რესპუბლიკა, ექსკლავი ქვია, ანუ ექსკლავი ნიშნავს ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც ერთი ქვეყნის შემადგენლობაში არის იურიდიულად, მაგრამ ფაქტობრივად მას არ აქვს საზღვარი. ეს არის ნახიჩევანის ავტონომიური აგერ ხედავთ თქვენ რესპუბლიკა, თათაშორის მას უკვე ეს სტატუსი შეუცვალეს და ის აღარ არის უკვე ავტონომიური რესპუბლიკა, ჩვეულებრივი რეგიონია. იმისთვის რომ აზერბაიჯანი დაუკავშირდეს თავის ექსკლავს, ყველაზე მოკლე გზა გადის სომხეთზე. აგერ ხედავთ, არის ძალიან ვიწრო პატარა რეგიონი, რომელსაც სიუნიკის რეგიონი ქვია. სიგანე ალბათ იქნება 40 კილომეტრი მაქსიმუმი და ეს ზანგეზურის დერეფანი სხვათა შორის აი აქ სიუნიკის სამხრეთ ნაწილში მდინარე არაქსის გასწვრივ უნდა აშენდეს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, რათა თვითონ წვდომა ყველაზე ლოჯისტიკური კუთხით მარტივი და მოკლე წვდომა კონდეს თავის ავტონომიურ ერთეულთან, თავის ასე ვთქვათ
ნაწილთან და უკვე ნახიჩევანის მეშვეობით, აი ძალიან პატარა ასე ვიწრო ტერიტორიაზე არის ნახიჩევანსა და თურქეთს შორის გზა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან უჩნდებათ ძალიან მოკლე რენტაბელური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტნაკლებად მათ მიერ კონტროლირებადი, უფრო მათ მიერ კონტროლირებადი დერეფანი, ვიდრე მაგალითად დღეს გააჩნია. დღეს იმისთვის, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან თურქეთში ან ნახიჩევანში რაღაცა პროდუქტი, საქონელი ან ადამიანი რომ მოხვდეს, მათ უწევთ საქართველოს ტერიტორიის გავლა, ანუ საქართველოს ფაქტორის გათვალისწინება უწევთ. ეს ერთი და მეორე, ნუ საქართველოს ტერიტორიის გავლით ასევე ახლოს არის რუსეთიც, ხო? ამით უმეტეს თუ ოკუპირებულ სამაჩაბლოს ფაქტორს გავითვალისწინებთ, აი საავტომობილო გზა, ნუ პრაქტიკულად რამოდენიმე 100 მეტრში გადის აგერ, აი ამ მონაკვეთში მაგალითად. აი ხო ხედავთ სამაჩაბლოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აი აქ მანქანით გადიხართ, აი პრაქტიკულად ამ მინდვრების იქით უკვე რუსული ჯარები დგას. რაც ნუ ცხადია პირველ რიგში საქართველოს ფაქტორიდან გამომდინარე, რომელიც ნუ უფრო მსხვილი მოთამაშეა ვიდრე სომხეთის შემთხვევაში და მეორე რუსეთის სამხედრო ძალების ფაქტორიდან გამომდინარე და ასევე ეკონომიკური და ლოჯისტიკური რენტაბელურობიდან გამომდინარე უფრო ახლო არის, ცხადია აზერბაიჯანს ურჩევნია სომხეთის მოკლე გზის მეშვეობით პირდაპირ წტომა გქონდეს თავის რეგიონთან და ასევე თურქეთთან და თურქეთსაც თავის ინტერესი აქვს ხო აი ამ გზის მეშვეობით აზერბაიჯანის ბაზარზე გადის აზერბაიჯანის ენერგომატარებლების უფრო მარტივად მიღების საშუალება უჩნდება და აზერბაიჯანის იქით ვიცით უზარმაზარი ცენტრალური აზია რომელიც ასევე თურქულენოვანია და გარკვეული ისტორიული ლინგვისტური თუ სხვა პოლიტიკური კავშირები იქაც არსებობს. ამიტომ სომხეთი ამ შემთხვევაში ძალიან უფრო დიდი მსხვილი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მოცემულობების ეპიცენტრში ჩნდება და ნუ ეს რაღაცა თვალსაზრისით ცხადია დადებითი ფაქტორიც არის, იმიტომ რომ მოძრაობა რაც უფრო მოძრაობაა და რაც უფრო შენს ტერიტორიაზე მეტი საქონელი გადის, მით უკეთესი, მაგრამ უყურეთ სომხეთის შემთხვევაში რა პრობლემაა. აი მაგალითად აი ზანგეზურის დერეფანი, რომელსაც შემდეგ ტრიპი დაერქვა, ანუ ტრამპის ასე ვთქვათ, პატივსაცემად. ეს დერეფანი ატარებს ექსტერიტორიულ სტატუსს. ანუ სომხეთის მთავრობა, სომხეთის სახელმწიფო კი არ უწევს ადმინისტრირებას საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, არამედ ამ ფუნქციის ნაწილს გადააბარებს ამერიკის კერძო კომპანიას. იმიტომ რომ ეს იყო აზერბაიჯანელების კატეგორიული მოთხოვნა. ანუ დერეფანი უნდა ატარებდეს ექსტერიტორიულ სტატუსს. ანუ აზერბაიჯანის საქონელი პროდუქტი თუ სხვა რაღაცა დაუბრკოლებლად ყოველგვარი შეყოვნების გარეშე უნდა გადიოდეს ამ ტერიტორიაზე. რაც ცხადია რაღაც თვალსაზრისით სომხეთის სუვერენიტეტის შელახვას ნიშნავს ფორმალურად თუ არა, ნუ რატო უნდა გჭირდებოდეს შენი ტერიტორიის გაკონტროლების კუთხით რაღაცა მესამე ძალა, რაღაცა შუამავალი თუნდაც კერძო კომპანია. ანუ შენ გაუწიე ადმინისტრირება შენ სუვერენულ ტერიტორიაზე მდებარე დერეფანს, გზას, რკინიგზას თუ ამ შემდეგ. მოდით ახლა მინაიდან დრო ძალიან სწრაფად გადის, იმიტომ რომ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ.